ბრიფინგზე თუ მისვამთ კითხვას, რომელიც ბატონ გახარიას და 20 ივნისს უკავშირდებოდა, გიპასუხებთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობდით არა მხოლოდ მე როგორც დაზარალებული, არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობა, მთლიანად ანუ საპროტესტო ელექტორატის მაშინდელი აბსოლუტურ უმრავლესობას ვსაუბრობდით იმაზე, რომ ამ ადამიანის არა მხოლოდ გადადგომა უნდა მომხდარიყო, არამედ სამართლებრივ პასუხისმგებლობას უნდა მიცემოდა, იმიტომ რომ ეს კაცი თავის თავზე იღებდა იმას, რაც ზედაპირზე იყო და ეკრანებზე ჩანდა, რომ იყო დანაშაული, იმიტომ რომ შეუძლებელია საათების მანძილზე ადამიანებს გამიზნულად ასახიჩრებდე, იმიტომ რომ ეს ხო გამიზნული დასახიჩრება, როცა ტყვიებს იყენებენ, როცა ადამიანებს მისდევენ და გვახსოვს როგორ მისდევდნენ, ხო? კონკრეტულად მშვიდობიან დემონსტრაციებს ხდებოდა ტყვიები ის ადამიანები, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდა, დიახ, კი ბატონო. დიახ, ხო, დიახ, ბოლომდე ვიტყვი, ხო, როდესაც მისდევდნენ, ანუ ყველაფერი ყველა მდგენელი იყო, რომელიც ზედაპირზე ჩანდა, რომ ადამიანი თუ ამაზე თავის პასუხისმგებლობას იღებს, კონკრეტული პასუხისმგებლობა პოლიტიკურიც უნდა დადგეს, რა თქმა უნდა. და მე უკვე სამართლიანი სასამართლოს პირობებში ასეთ ადამიანის ასეთ ქმედებებზე შეიძლება გადადგეს კონკრეტული განაჩენი. ხა რა ტიპის და როგორი ამის დეტალებში მე არ შევალ, იმიტომ რომ ნუ ფაქტი იყო, რომ აშკარად დანაშაულთან ქონდა ხო საქმე, როცა ათეულობით ადამიანი სახით ჩრდება და სიცოცხლისთვის სასიშ დაზიანებას იღებს და მართლა ღვთისმსხალობით გადავრჩით, რომ არავინ არ დაზიანებულა და ამდენი დარბეული მიტინგი გვინახავს და ამდენად ტრავმირებული ადამიანები მე პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ბევრთა მომსვლელი ყავათ, მაგრამ მე დამიმტკიცებია, რომ მე პირადი შეხება მქონდა დაზარალებულებთან ადამიანებთან, რომელთა შესახებ ზოგმა არც იცის, აი მაგალითად ზოგს გონია, რომ მხოლოდ ორმა კაცმა დაკარგა ხედველობა, გულისხმობ სულაშვილს და მაკო გომურს, ხო, ამ ადამიანს, რომლებიც ღიად ისაუბრეს უფრო თავიდანვე ამაზე. სინამდვილეში ფაქტობრივად 10-მდე არის რიცხვი იმ ადამიანებს, რომლებიც ხედველობა დაკარგვეს, რამდენიმე ადამიანი იქცა, ასე ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ანუ ადამიანებს ცხოვრება დაენგრა და რა თქმა უნდა ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ უნდა გამგარიყო მარტო, არამედ სამართლებრივი, მაგრამ რაქნა ივანიშვილმა მან ჩვენზე კარგად არიცოდა რა მოხდა, მაგრამ ამის მერე დააწინაურა ბატონი გახარია რა, როგორ ხნა ღარიბაშვილის, ჯუანშერ ბურჭულაძეს ხების შემთხვევაში, რომელზეც ასევე ვსაუბრობდით, ჩვენ თქვენი მედია და სხვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, რომ ეს ხალხი არის კორუმპირებული და იყო რაღაც ისეთი ეპატაჟური, ნუ თუნდაც რაღაც დაუსაბუთებელი ქონება იყო, რომელზეც სიუჟეტები კეთდებოდა, რომელზეც ჩვენც შექონდა კონკრეტული განაცხადები სუსში, პროკურატურაში, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მოქალაქეებს შეგვეფერებოდა და პასუხი იყო ის, რომ ჩვენ ვართ ცილისწამებლები, რომ ჩვენ ვართ დასავლეთის აგენტები და ასე შემდგომ. მაგრამ საბოლოო ჯამში ხა რა სადამდე მივდივართ, ხო? ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ყველაზე კარგად დანაშაულებში არის ხოლმე ჩართულები. მოქმედებასთან. დიახ, აი აქ გადავდივარ. დიახ, შეიძლება კონდეს გადავდივარ. დიახ, ანუ მათ ეს და აქ გადავდივარ ზუსტად. დიახ, მათ იციან ჩვენზე კარგად იციან რა დანაშაულებს ჩადიან კორუფციის მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ კონკრეტული ადამიანები, მაგრამ მან ამიტომაც მოაწყო ავტოკრატიული რეჟიმის არსი, ამიტომაც არის ასეთი. ყველას უნდა გქონდეს გათხრილი ხელი კორუფციაში და სისხლში. ყველა უნდა იყოს კომპრომიტირებული, რომ როცა დასჭირდება ბელაც, მოახდინოს ამ ხალხის დისკრედიტაცია, განადგურება. ეს არის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციები, როდესაც მათ შორის სამართლებრივი ველი და სამართლებრივი კოდექსები ისე იყო შედგენილი, რომ ამ ადამიანების განადგურება, ამ ადამიანების დასჯა შეგეძლოს უფრო მარტივად. და ეს გააკეთა ივანიშვილმა, თორემ მან ჩვენზე ცუდად კი არისო და კობახიძემ და სხვა ხალხმა ჩვენზე ცუდად კი არისოდნენ, რომ თქვა ღარიბაშვილი და მისი გუნდი კორუმპირებული იყო, ფარცხალაძე და მისი გუნდი კორუმპირებული იყო, ან გახარიას კონკრეტული დანაშაულები რო ქონდა ჩადენილი, ხო? მათ ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ, თუმცა იმ დროისთვის მოიტოვეს. დიახ, სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც შესახებ მათ იცოდნენ და მოიტოვეს იმ პერიოდისთვის, როდესაც ამ კლანური ბრძოლა მათ მსხვერპლად შეწირვას მოითხოვდა და კლანურ ბრძოლაში ეს ხალხი წააგებდა. ხო, ეს საბჭოთა კავშირის დროს მუდმივად ამიტომ იცვლებოდა, ამიტომაც იყო ბუხარენეს ცნობილი ეპიზოდები, იმიტომ მიაქვთ, ხო, როდესაც თავდაპირველად კამო და სხვა რევოლუციონერები მოიშორეს, მერე სხვა ეტაპი იყო, ანუ მუდმივად ხდება ისტაბლიშმენტის ჩანაცვლება, პარტიულის რჩება მხოლოდ ბელადი ლიდერი და დანარჩენი ყველა იცვლება და ახალი სისხლი მოდის, რომ მერე ახალი ხალხი გათხოვონ, ახალი ხალხი ჩართონ კორუფციაში და შემდგომ ეს პიარისთვისაც ჭირდება და ბევრი სხვა მიზეზის ჭირდება, თუმცა პიარულად ძალიან დაზიანენ. ეხა მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეხა პიარულად რაღაც პლუსში არიან, იმიტომ რომ ყველა კარგად ხდება და ხალხი ეხა მათივე ამორჩეული არის, უდიდესი ნაწილი ეხა არ არის მდიდარი, ეხა არის ოლიგარქიული ფენა, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ნამდვილად არის მდიდარი და მას ნამდვილად სამართლიანად ნერვები ეშლება იმაზე, რომ ხედავს აი ამ რაღაც გაქსუებულ ყოფას ლათინურ ამერიკაში, რომ ნარკოკარტელების ლიდერები და დიქტატორები არიან, აი ესე ცხოვრობენ სამწუხაროდ, ეგრე გამოჩნდა და თვითონ დაამტკიცეს ოცნების მაღალჩინოსნები. ამიტომ და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანია გახარიასთან დაკავშირებით ერთის მინდა ვთქვა, დავასრულო ეს კაცი, რომელიც იყო ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ივანიშვილს, მერე უღალატა ოპოზიციას, მერე უღალატა პროტესტს, მერე არ ვიცი, მე მგონი თავის პარტნიორებსაც უღალატა ბოლოს და შევიდა პარლამენტში. ეს კაცი საბოლოო ჯამში მაინც აღმოჩნდა წაგებული. ანუ მისი ეს ისტორია ქრესტომათული რატომ არის? იმიტომ რომ ან ივანიშვილს უნდა ებრძოლო, ან გახარიამ უღალატა ივანიშვილს. ეს შუაში ყოფნა არ გამოდის. გახარიამ ივანიშვილს უღალატა, თქვენი ფორმულირება ასეთია. არა, ნახეთ ქრონიკული მოღალატეს რატო უწოდებენ, რატო იმიტომ რომ ეს კაცი მარტივად გეუნებით. ნახეთ ოპოზიციაში გადმოსულიყო, უბრალოდ თავარი მახასიათებელი ეს არის ოცნების მხრიდან და თქვენც ესეთ ფორმულირებას აძლევთ, თქვათ იმ ეპიზოდს, როდესაც ოცნების და გახარიას გზები გაიყო. დიახ.
ოცნების მხრიდან მთავარი გზავნილები ხანდახან ისეთი რაღაცა არის ხოლმე, რასაც შეიძლება ჩვენც ვიძახდეთ, ხო? ისინი იძახიან, რომ მართლმადიდებლო მაგალითად და ისეთ ტრადიციებზე საუბრობენ, რომელზეც ჩვენთვისაც ტრადიცია და ჩვენთვისაც წმინდა არის, კაცო. რახან ოცნება ამოს, ესე მე არ უნდა ვთქვა, მე რასაც ვამბობ, არის ფაქტები დადასტურებული. ეს კაცი საბოლოო ჯამში ყველა აბსოლუტურად არ არსებობს გუნდი, რომლისთვისაც ეს კაცი არ არის მოღალატე თქო. ამას გულისხმობ. ივანიშვილისთვისაც მოღალატეა, ოპოზიციისთვისაც მოღალატეა, საპროტესტო საზოგადოებისთვისაც მოღალატეა. ვინმე დამიხსენა, ერთ კაცს მიხარებისთვისაც მოღალატე არ არის. ივანიშვილის მე სხვა რაღაცას გეკითხები, ირაკლი, მე გეკითხებით, ანუ თქვენი შეფასება და ოცნების ემთხვევა გახარიასთან დაკავშირებით, ანუ თქვენ ხომ იცით ის როგორ აღწერს ამ ამბავს, რას უკავშირდებოდა თავის დროზე მათი გზების გაყოფა. თქვენთვის ივანიშვილის მოღალატეა? ღალატი ივანიშვილის მოღალატე, ოღონდ პოზიტიური გაგებით იქნებოდა მაშინ, როდესაც ოცივნიზე ღიად ისაუბრებდა, რომ ის იყო უბრალოდ ინსტრუმენტი და სინამდვილეში ბრძანების გამცემი და ამ გადაწყვეტილების მიღები იყო სხვა, თუ რეალურად დაუპირისპირდებოდა ივანიშვილს, თუ არ იქნებოდა საპროტესტო და წინააღმდეგობის მოძრაობის პრინციპების მოღალატე, ამ შემთხვევაში იქნებოდა ისეთი ტიპის მოღალატე ივანიშვილისთვის, რომელიც მისაღები იქნებოდა ჩემთვის და აღარ ვიტყოდი, რომ ეს კაცი ქრონიკული მოღალატეა თქო, მაგრამ იმის მერე რაც იმ სინდიკატს, რომელშიც იყო გაერთიანებული დანაშაულებრივი ნიშნით, გამოეყო, მე საპროტესტო ელექტროსაც გამოეყო, ეს ადამიანი ამ ღირებულებით კი არ აკეთებს არჩევანს. ჩემთვის ეს არის ნათელი გახლავთ. ის შემდეგ პროცესზე რაც მინდა არჩევანს უბრალოდ საკუთარ ყავზე ზრუნვის გამო. კარგი და ირაკლი, ხა შემდეგ პროცესს როგორ ხედავთ? ეხლა ამის შემდეგ აი ესე გეტყვით, რომ რაღაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აი სრული სურათის გათვალისწინებით, მათ შორის როგორიც არის ახალი აღძრული საქმეები, გაუქმების ანონსი, რომელიც უკვე ნახევრად საქმედ არის ქცეული და ასე შემდეგ, ბუნდოვანება იქ 4-თან დაკავშირებით და ასე შემდეგ, ანუ საზოგადოების ნაწილს აქვს კითხვა, რა იქნება ამის შემდეგ, ან რა ტიპის პროცესი შეიძლება ჩვენ ვნახოთ. აი თქვენ როგორ უყურებთ ახლა უკვე შემდგომ პერიოდს, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თქვათ აი წინააღმდეგობა ეფექტური, რაზეა კონკრეტულად დამოკიდებული, აი არსებული სურათის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ ახლა დღეს უკვე ამ დროისთვის გვაქვს. დიახ, აქვე მე ბოლომდე რო დავასრულო წინა კითხვაზე პასუხი, ვიტყვი რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება ყველა შემთხვევაში ყველასთვის, იმ ადამიანებისთვისაც კი ვინც კორუფციაში ღრმად იყო ჩაფლული და აშკარად დამნაშავე არის ზედაპირზე და ამ ადამიანებისთვისაც პოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება ივანიშვილის სასამართლო, იმიტომ რომ მათ პოლიტიკა აინტერესებთ მხოლოდ ოღონდ შიდა აი ვიწრო გაგებით და არანაირი სამართლებრივი აი გარემოებები არ არსებობს ხოლმე, ამიტომაც სამართლის სასამართლოს პირობებში უნდა მოხდეს ამ ადამიანების გასამართლება, ვინც დამნაშავეა და არა ივანიშვილის სასამართლოს პირობებში. ეხლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე. ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ავტოკრატია ისე მყარდება, რომ არსებობს რამდენიმე მდგენელი. ეს მდგენელები არის მნიშვნელოვანი საერთოდ იმაში, თუ რა მოხდება ამ ქვეყანაში. ერთი მხრივ ივანიშვილი ცდილობს, რომ ავტოკრატია დაამყაროს, ამისთვის მას სურს, რომ პოლიტიკური ველი მასუფთავოს, პარტიები აკრძალოს და მათ შორის კრიტიკული ორგანიზაციები, თავისუფალი მედია საშუალებები გაანადგუროს. საერთაშორისო კუთხით ის ცდილობს, რომ დასავლეთს მთლიანად გამოიყოს, მათ შორის ეკონომიკურად, დემოგრაფიულად ცდილობს, რომ ქვეყანა დააზიანოს და დაანგრიოს. ამის გამოც არის ეს პროექტები, არაბული ამ ქალაქების პროექტები, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს არის ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული ინსტრუმენტი ივანიშვილი რუსეთის ხელში, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივად და ჩვენი ეროვნული ორგანიზმი გაანადგუროს. ამ დროის ვარ წინააღმდეგობაში. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, გადავდივარ, დიახ. ერთადერთი რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ერთადერთი რა ზოგადად რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავრჩეთ წინააღმდეგობაში. რატომ არის ყველაზე რეპრესიული ივანიშვილი იმ ადამიანების პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, რომლებიც მის ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ის ცდილობს, რომ საქართველოში აქციოს, აი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მოცემულობად, რომ ის არის ხელისუფლებაში. ჩვენ უნდა შევეგუოთ არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, ჩვენ უნდა შევეგუოთ რეპრესიულ კანონმდებლობას და ჩვენ უნდა ვიქცეთ ტექნიკურ ოპოზიციად. ამაზე არ ვთანხმდებით, არ ვცნობთ მათ ლეგიტიმურებად, ვაგრძელებთ საპროტესტო მოძრაობას, ვაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას და მათ შორის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აი ამ ბილწს არ შევეკრით ზავით, ანუ ივანიშვილის რეჟიმზე როცა ვსაუბრობთ, მათ რას ვუთ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ვიქცეთ ტექნიკურ ოპოზიციად, შევიდეთ პარლამენტში, საკრებულოებში, თქვათ რომ აი მაგალითად შევსულიყავით ზოგი და ეხა შევიდეს ზოგი და ანუ თავარი რა არის მათთვის, რომ ლეგიტიმაცია მიიღონ იმაში, რომ ქვეყანა აქციონ ავტოკრატიულ რეჟიმად. აი ამ ბრძოლაში ვარ ჩვენ. ვის თავისუფალი ჟურნალისტები, რომლებიც არ ეპუებიან ამ კანონებს, ის აქტივისტები, ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამას არ ეპუებიან, ვართ ავანგარდში ამ ბრძოლის საქართველოს უამრავ მოქალაქესთან ერთად. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. გახარია შემთხვევა, რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და რატომ არის ძალიან სიმპტომატიური. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შენ შეეცდები, რომ რაღაც ჩუალედური როლი მოირგო, არც პროტესტში და წინააღმდეგობაში დარჩე და ამით თითქოს და ციხეს გადაურჩე და აკრძალვას გადაურჩე, არ გიშველეს, ეს გამოჩნდა. დიახაც, არ გამოჩნდა.
ეხა რომ სამართლებრივი მიზეზების გამო გახარიას არ დევნენ, ეს მეც კარგად ვიცი, კაცო. ამას მეც ხედავ და რა თქმა უნდა ჩვენი გუნდიც ხედავს. მაგრამ მისი მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი მორალური, პოლიტიკური იქნებოდა, რომ ბოლომდე დაპირისპირებოდა რეჟიმს, ეღიარებინა თავის დანაშაულები, თავის შეცდომები და წინააღმდეგობაში დარჩენილიყო. წინააღმდეგობით აი ამ სამ ფაქტორს ვიტყვი და მორჩები და პირველი არის საერთაშორისო წნეხი, რომელიც არის უცვლელი და მათ ლეგიტიმაციას მაინც არ აძლევენ, ვერც ამერიკასთან მოახერხეს მათ აი ვერანაირი გარღვევა, ვერც ერთ მხარეს და მათ შორის სხვადასხვა ავტოკრატიული რეჟიმები საკუთრებები არიან. ესეთი რაღაცა ხო და გადავალ არა, იმიტომ რომ ეს ხალხს აუცილებლად უნდა ქონდეს ოპტიმიზმის ეს ყოფილი ნიშნები, ხო? მათ შორის შიგნით რამდენ ჯგუფს დაუპირისპირდნენ, თავის ულტრაკონსერვატორ მხარდაჭერებს დაუპირისპირდნენ ამ არაბული პროექტის გამო. ასევე დაუპირისპირდნენ ამ შიდა კლანებს. ანუ ამ პროცესში ხალხო უნდა ვიყოთ იმედით, იმიტომ რომ ჩვენზე მეტად ზიანდება ივანიშვილი და უნდა ბოლომდე მოახდინოთ ამ სისტემის ჩამოშლა.